სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, ჩვენ თუ ყოველ დილით ვკითხულობთ, ან ვლოცულობთ სარწმუნოების სიმბოლოში, რომელსაც ქვია მრწამსი, ამოვიკითხავთ მეშვიდე წევრში, რომ კვლავად მომავალ არს დიდებით განშთა ცხოველთა და მკვდართა, რომლისას უფევისა არ არის დასასრული. წმინდა მამებმა ეკლესიამ განაჩინა, რომ ჩვენ ყოველ დილით სარწმუნოების სიმბოლოში ამოვიკითხოთ და გვახსოვდეს, რომ ღმერთი განკაცებული ჩვენი იესო ქრისტე მოვა მეორედ, ოღონდ არა ისე როგორც პირველად მოვიდა, როგორც უბრალო მონა, არამედ მოვა დიდებით ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად, რათა განსაჯოს ყველა ადამიანი. ანუ მოხდება სამსჯაურო, მოხდება საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყველა ადამიანი, ვინც კი ადამი და ევას შემდეგ, ადამი და ევას დაწყებული დღემდე, ყველა ადამიანი წარსდგება მის წინაშე. თავიდანვე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითონ ტერმინი საშინელი სამსჯაურო ძალიან უხეშად ესმის ადამიანის ყურს. აი ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გაუკვირდეს, რომ ღმერთი ხომ სიყვარულია. რა თქმა უნდა სიყვარულია. რატომ არ დაარქვეს წმინდა მამებმა ამ სამსჯავროს სიყვარულის სამსჯავრო? ხო უფრო უკეთესი იქნებოდა. რომ ღმერთი სიყვარულია, სამსჯავროზე ყოველგვარი პროკურატურის და გამომძიებლების და გარკვეული ჩვენებების გარეშე ეტყოდა, რომ კარგი რაც იყო, გაპატიებთ და ყველანი ეხლა წამოდით ჩემთან სამოთხეში. ეს რო ასე დაწერილი იყო, წარმოიდგინეთ, ჯერ საშინელი სამსჯავრო ქვია და როგორ ვიქცევით. და ეხლა რო ესე ყოფილიყოს, რომ ღმერთი და სამწუხაროდ შორის ძალიან ბევრი ნეო-ორიგენისტი, ანუ წვალებლები, ლიბერალების სახით ქადაგებენ, რომ კი ღმერთი ცოტა ხანი დაასჯის ადამიანებს და შემდგომში სიყვარულის ღმერთია და შეიწყალებს და ყველას მიუტევებს. ეს არის საშინელი წვალებლობა. დღეს გარკვევით ნელა წავიკითხე, გარკვევით ამბობს უფალი, რომ ისაც დააყენებს მარჯვნივ ცხვრებს, და საინტერესოა ჯერ უყურეთ, ისაც ცხრის ფარა გინახავთ. ძნელი გასარჩევი არ არის ხვარი და თხა ერთმანეთსგან, თიკანი და ბატკანი, ხო? რომ როგორი მოუსვენარია ციკანი, როგორი უხეშია და ერთ ადგილზე რო ვერ ჩერდება. და ცხარი წყნარი მშვიდი ცხოველია, ძალიან პროდუქტიული ცხოველია და როგორც რომ წყემსიო განარჩევსო, დიდი წვალება არ დაჭირდება, ხო ამის გარჩევას. მაგრამ ძალიან ძნელია ხორბალი და ღვარძლი გაარჩიო, იმიტომ რომ ძალიან გვანან ერთმანეთს ხორბალი და ღვარძლი. მაგრამ როცა ნაყოფს გამოიღებს, ხორბალი ნაყოფს გამოიღებს, ღვარძლი ნაყოფს არ გამოიღებს. მაგრამ აი ძალიან მარტივია თიკნების და ცხვრების გარჩევა. თქვენს არ გაგიჭირდებათ ალბათ დღეს როცა ხედავთ, როგორი არის ქრისტიანი, როგორი არის არაქრისტიანი, ან წვალებელი და სხვა რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი. მაგრამ ძალიან ცუდად ესმის ყურს ეს სიტყვები, როცა ეტყვის სიყვარულის ღმერთი ადამიანებს, რომ წარვედით ჩემგან წყეულნო საუკუნო სატანჯველში. ძალიან არ მესმის და თქვენს ალბათ ვერ გაიგებთ, რომ როგორ შეიძლება კაცთმოყარე ღმერთმა ადამიანს უთხრას, რომ წადი შენ სამუდამო სატანჯველში. და ამიტომაც ძალიან ბევრი ჭყალებში, ასე თქვათ, ვითომ მორწმუნე აცხადებს, რომ არა, ეს ყველაფერი ცოტა გაზვიადებულია და ღმერთი მაინც მოგვიტევებს. რატომ ქვია საშინელი საიდუმლო, საშინელი სამსჯავრო? თუ კარგად დაუკვირდებით, სამსჯავროს კი არ ქვია საშინელი, ჩვენი ცხოვრება თვითონ საშინელი. დაუკვირდით კარგად. ღმერთის პასუხი ჩვენ ცოდვებზე არის შემდეგი, რომელიც ჯვარცმის დროს თქვა ქრისტემ. ეს სიტყვები გთხოვთ, რომ ყოველთვის გესმოდეთ, როცა ჩადიხართ ცოდვას. ეს სიტყვები გაიმეორა სტეფანე პირველ მოწამემ და ეს სიტყვები გაიმეორა ოლღა გურამიშვილმა, წმინდა ილია მართლის მეუღლემ, რომ მიუტევე, არიციან, რას აკეთებენ. თქვენ რო ჩადიხართ ცოდვას, ღმერთი ასე ამბობს თქვენს მიმართ, ჩვენს მიმართ, რა თქმა უნდა, რომ მოგიტევებ, რომ არიცი შენ რას აკეთებ. აი აქედან მოდის ეს სიტყვები, რომ არ ცოდნა, არ ცოდვაა. ადამიანი თავის ჭყვაზე გადმოთარგმნა ადამიანმა და მეკითხებიან ხოლმე ხშირად, მამაო, რომ არ ვიცი და ჩავდივარ, ხო ეს არ მეპატიება? ეს უფლის სიტყვებია, რომ არიციან რას აკეთებენ, იმიტომ რომ იცოდნენ რას აკეთებენ, ამას არ გააკეთებდნენ ბუნებრივია, მაგრამ
ძალიან ხშირად თანამედროვე ქრისტიანმა იცის კარგად რასაც აკეთებს და იმედი აქვს რომ აი შენდობის კვირა იქნება გარკვეულ დროს მარხვა დაიწყება ამ მარხვას არ შევინახავ იმ მარხვას შევინახავ ამას არ გავაკეთებ იმას გავაკეთებ მე მივალ მამაოსთან მოვინანიებ მამაო ჩემი საყვარელია ძალიან თბილია მოსიყვარულია იმედი მაქვს რომ აპატიებს და ასეთ ტყუილში ადამიანი ცხოვრობს და შეიძლება არც მოუწიოს მე ვერც მოვიდეს მამაომდე და ასე წავიდეს მე საშინელი ცოდვებით ალბათ ძნელი არ არის მივხვდეთ რა არის საშინელი ცხოვრება აი თანამედროვე ცხოვრებაში ბოლო ერთი თვე ორი კვირა შეხედეთ ჩვენ სასულიერო პირებს როგორ იქცევიან როგორ ქადაგებენ მრევლი ამ მდგომარეობაში ხარ და მივხვდებით რა არის საშინელი ცხოვრება და მე გვეშინია ვითომ საშინელი სამსჯავროსი გაოცებული ვარ პირდაპირ თუ სახარებას არ კითხულობ თან წმინდა მამების დარიგებებს არ კითხულ ანის სასულიერო პირები რომლებიც უკვე ჩაენაცვლენ ლეიბორისტებს და ოცნების და ნაცვების პოლიტიკოსებს ერთმა ადამიანმა ასეთი რამე თქვა და ძალიან მეცნო უკვე მალეო საპატრიარქოს ტელევიზია რეიტინგით დადგება მაღლა რუსთავი 2-ზე ისეთი განცხადებებით გამოვლენ სასულიერო პირები რომ უკვე საპატრიარქოს არხი გახდება ძალიან ესე ვთქვათ ინტრიგის გამავრცელებელი და უკვე ფაქტია დაიწყო ეს უნდა ვიღაცას იმიტომ რომ მოწყინდათ ყველას ეს რუსთავი 2 და ეხლა უკვე საჭიროა რაღაც უკვე ეკლესია შიგნიდან ასე ვთქვათ დაანგრიონ ჭალებში და რაღაც გარკვეული სასულიერო პირების განცხადებები ტრიალებს სოციალურ ქსელში ივანე ოქროპირი მსგავსი შემთხვევები როცა ხდებოდა და თქვენც იგივეს გიჩვევთ როგორც კი დაინახავთ რომ რაღაც პრობლემა გაჩნდება მაშინვე სახარება გადაშალეთ და ივანე ოქროპირის და სხვა დიდი ბურჯი მამების ქადაგებები ნახეთ როგორც კი კონსტანტინოპოლში ეკლესიაში რამე გარკვეული შფოთი წარმოიშვებოდა ივანე ოქროპირი თავისი ოქროპირობით და სიბრძნით ქადაგებდა და ძალიან მარტივად გეტყვით ახლა მე რა უნდა მოვიგონოთ გამზადებული ქადაგებები დევს ასე თქვა წიგნებში და წაიკითხეთ როცა იესო ქრისტე მოციქულები ჩასხა ნავში თვითონ დაიძინა და ნავს ქარიშხალი ასე თქვა ატორტმანებს და მოციქულები იმის მაგივრად რომ დაეწყოთ ლოცვა და უფლისგან სიმშვიდე მიეღოთ მიდიან და აღვიძებენ ქრისტეს რომ ვიღუპებით გეცნობათ მე მგონი ხო როდის ჩამოვა პატრიარქი ვაიმე ჩვენი პატრიარქი რო ჩამოვა ყველაფერი კარგად იქნება რა შუაშია პატრიარქი ჩემო ძირფასებ პატრიარქმა ჩამოაგდო ეს ქარიშხალი უფალმა დაუშვა ეს შფოთი და უფალივე მოაგვარებს ამას რომ უნდა დაგვანახოს რა უსუსურები ვარ და რა მცირედ მორწმუნეები ვარ კი არ ძინავ ქრისტეს და პატრიარქი კი არ არის გერმანიაში და ქროჩამ იქიდან ვერ ილოცებს თუ უნდა რას ეუბნება გაღვიძებული ქრისტე თავის მოციქულებს რატომ დაეჭვდით მცირედ მორწმუნენო დავფიქრეთ კარგად ჩემო ძირფასე რამე ახალი ხდება არ გვეცნობა მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა და არ მოხდება აბა რა მოგივიდათ რატო განეკითხავთ ნუ რავის ნუ განეკითხავთ ხო რუცი მღვდელმთავარს რუცი მღვდელს რომელიც დაპატიმრებულია უბრალოდ ილოცეთ მათზე თუ ის ბრალი მართლა ნამდვილია ღმერთმა მიუტევოს და ვიცი რომ პატრიარქი რაღაცას ისე გააკეთებს რომ ყველაფერი დაალაგდება მაგრამ თქვენ ნუ განეკითხავთ და ნუ უპასუხებთ ინტრიგანების კითხვებს რა ხდება ეკლესიაში თვითონ ძალიან აინტერესებთ უბრალოდ გაიგონ ცუდი აბა ვაპირებდი მოსვლას მაგრამ აღარ მოვალ არა კოვზი ნაცარში ჩაუვარდება ყველას რატო ხართ ამდენი მოსულები ვინმე დაბრკოლდით პირიქით უფრო მეტი ხალხი მოვა ეკლესიაში და უფრო მეტი ადამიანი ვინც დადიოდა აღარ დადის ისინი მოვლენ და იტყვიან ხედავთ ჩვენ აღარ დავდივართ რა ხდება ეკლესიაში ამიტომ ნუ გონიათ რომ ეკლესია არის პატრიარქების მარტო მღვდელმთავრების და მღვდლების ეკლესია თქვენ ახართ ყველა და როცა ხდებოდა ღალატი მღვდელმთავრებისგან და მღვდლებისგან ჭეშმარიტი მრევლი იდგა ყოველთვის ბურჯივით ეკლესიაში და პასუხს ხოვდნენ გარკვეულ მღვდელმთავრებს და გარკვეულ მღვდლებს და გვერდზე გაწევდნენ იმათ რომ შენ არ ახარ ჭეშმარიტი მღვდელმთავარი აი აქ მეტეხის ხიძე რომ ხატები დააბრძანეს პირველ რიგში მღვდლები და მღვდელმთავრები მიდიოდნენ წინ და ტიროდნენ რომ ჩვენს გამო მოხდა ეს რომ ჩვენ არ ვიყავით კარგი სასულიერო პირები და ღმერთმა დაუშვა ასეთი დიდი განსაცდელი რომელიც მეტეხის ხიძზე აღესრულა ასევე უნდა იყოს ეხლაც პირდაღებული კი არ უნდა უყურო უკვე ტელევიზიაში გამოჩენილ აბდაუბდათ მოსაუბრე სასულიერო პირს არამედ წაიკითხე ოქროპირი რას ამბობს
წაიკითხე სახარება რას გეუბნება და თქვი გააკეთე კომენტარი რომ ნუ გეშინიათ ეს ფოთი დაუშვა ღმერთმა და ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენი მღვდლები და ჩვენ თუ ვილოცებთ კარგად კოზინაცაში ჩაუვარდება ყველა იმ ინტრიგანს ვისაც დღეს უხარია ეხლა ვიღაც გაბუნია და ვიღაც რუსთავიორი როდის იყო ჩემოძირფასებო რომ ეკლესიის საქმეს აკეთებდა და როდის იყო რომ მას პატრიარქის ჯანმრთელობა აინტერესებდა ან ის თუ რა ხდება ეკლესიაში მაგრამ ისინი გახარებულები არიან აი ნახეთ შფოთი განგაში და რა ვიცი უამრავი რაღაცები და გთხოვთ თქვენ რომ თუ დამწუხდებით მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენს გამოსაღვიძებლად დაუშვა ღმერთმა და აი ნახავთ თქვენი თვალით რომ უფრო მეტი ადამიანი მოვა ეკლესიაში ვიდრე აქამდე იყო მოსული და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მე ყველა კომენტარს და ყველა გამომსვლელს უსმენ და ქუჩური მენტალიტეტის მქონე თბილისის კოლორიტი დავასახელებ გია კორკოტაშვილი უფრო კარგად ლაპარაკობს ვიდრე გარკვეული სასულიერო პირი ისე კარგად ჩამოაყალიბდა ისე კარგად დაანახა ძალა მრევლისა ვიდრე გარკვეულმა სასულიერო პირმა და უთხრა ჩვენ არაფერი არ შეგეშალოთ ჩვენ მრევლი ვარ და ჩვენ დავდგებით იქ რაცა უნდა ვიდგეთ ეკლესია თქვენზე დგა და არავის არ დაუთმოთ ასპარეზი გარკვეულ შემოგზავნილ ადამიანებს ვისაც უნდა რომ ეკლესიაში იყოს შფოთი და განხეთქილება ხოლო თქვენ კი შეგახსენებთ დღეს ვფიქრობდი რაზე ვიქადაგო და რაზე უნდა ვიქადაგო და რაც გვაკლია იმაზე უნდა ვიქადაგო ჩვენ გვაკლია ჯერ სასულიერო პირებს და მერე თქვენ კი თქვენ ხშირად ამბობთ ხოლმე სიყვარული აღარ არის მაგრამ რუსთაველი რას ამბობს შიში შეიქვს სიყვარულსა თუ შიში არ აქვს არც სიყვარული არ გექნება ოღონდ მეორედ მოსვლის შიში კი არ ქონდა კონდეს და ის რომ გლობალური დათბობა დაიწყება და რომ დოლარი ამხელა კურსით არის და რა ვიცი უამრავი რაღაცები არამედ დასაბამი სიბძნისა შიში უფლისა არს ანუ თუ შენ სასულიერო პირი ხარ და ღვთისა გეშინია ასეთ იდიოტებს აღარ იტყვი და ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აღარ გააკეთებ თუ შენ ღვთის შიში გექნება სიყვარული და ფიქრობ რომ აი ამ მდგომარეობაში აღარ მიიყვანს სამწყსოს იმიტომ რომ ვისაც შფოთი შემოაქვს ეკლესიაში ისინი საშინელი ადამიანები არიან უბრალოდ ელემენტარულს გეტყვით რომ შავი სამყაროს წარმომადგენლებმა იციან ზონება დაყოფა თავიანთი გარკვეული ზონების ასე ვთქვათ რომ ზუგდიდელი ქურდი თბილისში არ იქურდებს ან თბილისელი ქურდი ხონში არ იქურდებს ასია ეპისკოპოსებშიც რა აქვს უფლება სხვა ეპარქიის ღვთისმსახურს და ღვთის ასე ვთქვათ მაღალ იერარქს იქადაგოს იქ რაცა პატრიარქის ეპარქია არანაირი უფლება არ აქვს ამას რომ არ ღვევ უკვე შფოთი ჩდება ეკლესიაში მე უფლება არ მაქვს რომ ჩავიდე ეხლა და ფოთში ვიქადაგო თუ ამის უფლება არ მომცეს ან რომელიმე ეპისკოპოსი რომ ჩავიდე სხვა ეპარქიაში კვერთხის წაღების უფლებაც არ ქონდა არანაირი უფლება არ აქვს შენ ამათ როგორც კი ამას აკეთებ უკვე არ ღვევ შენ თვითონ გამოდიხარ უკვე გარკვეული დამნაშავე და აი ამ დანაშაულს კიდე დიდი დანაშაული მოყვება ის რომ აი ამ დამუხტულ საზოგადოებას თითქოს თავიანთი პრობლემები არ ყოფნით და ქვეყანაში უამრავი სხვა დიდი პრობლემაა ჩემო ძვირფასებო და ეს არის სულიერი შოუ დაიდგა რომ თავარი პრობლემები დაგვავიწყდეს რაც ქვეყანაშია ვიღაცები ხეების გატანით არიან და დაკავებულები და ხარს ბანკის ვალები და შიმშილის ზღვარზე არიან სიხატაკის ზღვარზე არიან მისულები და ეხლა რომ იციან რომ უკვე მოწყინდათ ეს პოლიტიკური შოუ არჩევნები დამთავრებულია უკვე ეხლა სულიერი შოუები დადგეს და ასე ვთქვათ აი ამით ართობენ ადამიანს ძალიან სულად დამთავრდება ეს ყველაფერი თუ დროზე არ ჩავახშეთ და თუ დროზე ყველაფერს თავის სახელი არ დავარქვით ძალიან სულად დამთავრდება ძალიან მეშინია იმიტომ რომ პოლიტიკური ბატალიები მთავრდება თანამდებობებზე დაჯდომით და ისინი მერე გაჩუმდებიან ხოლმე ზეხოს საჭესრო გადაუგდებენ პოლიტიკოსს უკვე კარგად არის კაბინეტში დაჯდება მაგრამ უკვე როცა ადამიანებს გაუჩნდათ ასე ვთქვათ პატრიარქის ტახტზე დაჯდომის სურვილი ეს ისეთი ამბიციაა რომ ამას უკვე ძალიან დიდი კატასტროფა მოყვება ერთხელ პატრიარქმა უთხრა ერთ ახალგაზრდა მღვდელმთავარს რომელმაც შეატყო რომ გარკვეული პოლიტიკოსების მიერ იყო აღტყინებული და უნდოდა პატრიარქობა ხელი მოუთათუნა სახეზე და უთხრა რომ ვისაც პატრიარქობა უნდოდა ყველა მიწაშია შვილო დღეესო და დაფიქრდიო არ გინდაო შენ სულის ცხონებაზე იფიქრე და შენი მრევლის გადარჩენაზე და არა იმაზე თუ შენ ხვალე გახდები თუ არა პატრიარქი ვისაც არ უნდა პატრიარქობა ის გახდება პატრიარქი დაიმახსოვრე ვისაც უფალი გამოარჩევს დღეს რო საქართველოს შენ პატრიარქობა გინდა სერიოზული სამკურნალო ხარ ესე იგი შენ მაგარი ავანტყოფი ხარ ვინც გინდა იყოს ვეთყვი პირში
ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის ეკლესიის ყველა დიდ პატრიარქს და დიდ მამას და დიდ მღვდელმთავარს არ უნდოდა ტიტულები, არ უნდოდა კათედრები, უნდოდათ სულის ხონება, ყველა გარბოდა, ზოგმა ყური მოიჭრა, ზოგმა ცხვირი მოიჭრა, ზოგი დაიმალა, რომ ოღონდ არ ეკურთხებინათ. და დღეს სამწუხაროდ სხვა რამეს ვხედავთ. როგორც კი პატრიარქი ცუდად გახდება, მაშინვე იწყება რაღაც გარკვეული რაღაც ბაჰკანალიები, რა უბედურებაა, ჩემო ძვირფასებო, ეს რა გჭირს? როგორ შეიძლება ასეთი რამე? კიდევ მე არც არ განვიკითხავ და არავის ხელს არ ვადებ, მაგრამ ვისაც ყური აქვს ისმინოს და ვისაც ეს ეხება, იმან ეს ყველაფერი გაიგოს. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ გვაკლია შიში და რო გვაკლია შიში, არა გვაქვს სიყვარული, მე წმინდა მამის იოანე დამასკელის ძალიან საინტერესო წიგნი არის მართლმადიდებლური სარწმუნოების ბედმიწევნითი გარდამოცემა. აქ არის მე-15 თავი და ეხება საფრთხო შიშს. აი თუ რა არის შიში, ზოგს გონია რომ თქვათ რაღაც ფობიაა შიში, ზოგს ეშინია სიმაღლის, ზოგს ეშინია ჩაკეტილი სივრცის, ზოგს კვდრების ეშინია, ზოგს ცოცხლების, ზოგს რა ვიცი საკუთარი ცოლის ეშინია და რა ვიცი ყველას რაღაცისა ეშინია, მაგრამ ეს ასე არ არის. სულ 6 მდგომარეობა აქვს შიშს. მე ხა ჩამოვთვლი და თან ვეცდები რომ განვმარტო. პირველი ეს არის ყოყმანი. აი როცა ადამიანი ყოყმანობს. ყოყმანი ცუდი არ არის, მაგრამ დიდხანს ყოყმანი უკვე ცუდია. არც ის არის რომ ყოყმანის გარეშე რამეს გააკეთებ, მაგრამ ყოყმანობს მცირედ მორწმუნე ადამიანი, რომ აი უკვე დაიწყო ყოყმანი. ვაი მე რა ვქნა, როგორ, რანაირად. ანუ არასწამს ღმერთი, საკითხული არ აქვს სახარება წმინდა მამები და ზოგმა მთელი ცხოვრება შეიძლება ყოყმანობაში გაატაროს და ვერ მიიღოს გადაწყვეტილება უფალი თუ ბელიარი, ქრისტე თუ სატანა, მართლმადიდებლობა თუ ისლამი და მთელი ცხოვრება ასე ყოყმანობს. მოვიდეს ეკლესიაში თუ არ მოვიდეს, იმარხულოს თუ არ იმარხულოს. ნახეთ ეს მდგომარეობა გეცნობათ ალბათ, ხო? ეზიარო თუ არ ვეზიარო და აი ამ ყოყმანში მოვა სიკვდილი მერე ჯვარი გწერია და აი ამ ყოყმანი წარსდგება უფლის წინაშე. მეორე კრძალვა ცუდი არ არის, მაგრამ კრძალვა ემართება ადამიანს, რომელიც მონურ დამოკიდებულებაშია ღმერთთან. ანუ ეს არის პირველი საფეხური, რომ მე ვიწამე ღმერთი, ვიცი რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ მე მონურად ვემორჩილები მას. მე შინია ჯოჯოხეთში არ წავიდე და აი მოკრძალებული ვარ რაღაცნაირად. კარგია მოკრძალება, ცუდი არ არის, მაგრამ სულ მოკრძალებაში არ უნდა დარჩე, იმიტომ რომ სულ მონობაში დარჩები და სულ მონაიქნები მთელი ცხოვრება. და ეს მონობა გამოიწვევს შენს გაფანატებას და დაშორებას ღმერთისგან. რომ უფლის მონობა არ არის მარტო თავარი. თავარია რომ უფლის მეგობარი გახდე. თავიდან უნდა იყო მონა, კი ბატონო, მოკრძალებული, მაგრამ მე უნდა დაუახლოვდე, როგორც ქრისტე ამბობს, რომ მე თქვენ აღარ გიწოდებთ მონებს, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. ანუ როცა მან განუცხადა სახარების ჭეშმარიტება თავის მოწაფეებს, მე ეუბნება რომ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ და მე ჩემი მეგობრების გამო გავეკრა ჯვარს და გაეკრა ჯვარზე. ანუ დაგვიმტკიცად ჭეშმარიტი სიყვარული მის მეგობრებს, ვინც რა თქმა უნდა არიან. მესამე მდგომარეობა ეს არის სირცხვილი. როცა ადამიანს სხვენია, ცუდი ამაში არაფერი არ არის, მაგრამ როდის შეცხვათ ადამიანებს და დაუკვიდით, როცა შესწოდეს ადამს და ევას, ხო? სხვენია. აი ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ახლა რომ მამაო მინდა მოსვლა, მაგრამ სხვენია. ცოდვას რო ჩადის არა სხვენია, მაგრამ მამაოსთან მისვლისარ სხვენია. როცა ჩადის რაღაცა უბედურებას, დაკეტავს კარებს, ჩუქს ჩააქრობს, ან ღამეა, ხო, ძირითადად ღამე ხდება თუ რამე უბედურება ხდება, მაშინ არ სხვენია. არ ერიდება არაფრის. როცა ადამიანმა მოწყვიტა ის ნაყოფი, მაშინ არ არცხვეუნდა და როცა დაუძახა ღმერთმა, რომ ადამ სადა ხარ და ჩვენი სინდისი ამოქმედდება და გვეუბნება, რომ რას აკეთებ? ამ დროს სხვენია ყოყმანობ და მე როგორ უნდა უთხრა ახლა ეს მამაოს აღსარებაში? ადრეს გითხარით, ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, როცა შენ აღსარებაში მალავ რაღაცას, იმიტომ რომ ზიარება გინდა, უკვე იუდას მდგომარეობაში ხარ, ეს ძალიან ცუდია. და ღმერთმა ყველა დაიხაროს. უნდა როცა ჩადიხარ ცოდვას, მაშინ სხვენოდეს და არა როცა მიდიხარ მოძღვართან, იმიტომ რომ მოძღვართან კი არ მიდიხარ იესო ქრისტესთან. მოძღვარი არის ადვოკატი და იმახსოვრეთ კარგად. მღვდელი მოსამართლე ვერ იქნება ვერც გამომძიებელი და ვერც პროკურორი. შეიძლება პროკურორი გახდეს მღვდელი, მაგრამ მღვდელი ვერ გახდება ვერასოდეს ვერ გახდება პროკურორი. ასეა. ასე რომ ჩვენ ვართ ადვოკატები, ჩვენ გეხმარებით თქვენ ჩემო ძვირფასებო.
ჩვენ გეხმარებით და ჩვენ თქვენაირი ცოდვილები ვიყავით და ვართ. ამიტომ ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის, ნუ გეშინიათ. როცა ჩადიხარ ცოდვას, მაშინ შეწუხდით და მაშინვე გაგახსენდეს რომ მოძღვარი ყავდა, მოდი ეკლესიაში. თავზარი დამეცავა, ეს ძალიან საინტერესო მდგომარეობა და გეტყვით სახარებიდან, როცა პეტრე ერთი ტლუ მებადური, უწიგნური, გაუნათლებელი, მთელი ღამე თევზაობს და ვერ დაიჭერს ვერაფერს. და ღამე უფრო კარგად იჭერება თევზი, როგორც ამბობენ მეთევზეები. და მივა მაცხოვარი მასთან და ეთქვის რომ მარჯვნივ გადააგდე ბადე, გადააგდებს და იმდენ თევზს ამოიყვანს, რომ მიხვდება რომ ეს კაცი ვიღაც შემთხვევითი პიროვნება არ არის და თავზარი დაეცემა, რომ მიხვდება რომ ეთქვის რომ მეო ცოდვილი კაცი ვარო და გამშორდიო მეუფალო. ეს კარგია და თავზარი გეცემა. თუ ხშირად წარმოიდგენ ამ მდგომარეობას, უკვე მერე აი ეს ყოყმანი და კრძალვა და რაღაცეები უკვე მოგშორდება მე, რომ შენ იცი რომ თევზაობ თუ ჭამ, სვამ თუ რასაკეთებ, უფალი არის შენთან და უფალი იცოდე რომ შენ ამ ყველაფერს გაკვირდება და გეუბნება რომ ხელი რომ მოგეცარა ადამიანურად რო თევზაობდი და ვერაფერი რო ვერ დაიჭირე, აი მე მოვალ შენთან და მე დაგეხმარები. აი ეს სასიამოვნო მდგომარეობა, ეს თავზარ დაცემა არ არის, როცა ხედავ რომ რაღაც სახლი იწვება და მოკლედ თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება, ხანდახან რომ უსმენ ხოლმე, ფიქრობ, კარგი არაფერი ხდება, კაცო. უბრალოდ გაჩვევენ უბედურებას ემოძვირფასებულ. კარგი ძალიან ბევრი რამე ხდება, მაგრამ არა ამათ უნდათ რომ მოსმენადი რო და წასაკითხი რო იყოს, რაც შეიძლება დიდი ინტრიგა და თავზარი დაგეცეს და რო წაიკითხავ კიდე ორჯერ მაგრამ დაგეცემა მე თავზარი და აღარც არაფერი აღარ გინდა მე მთელი დღე დადიხარ გაუბედურებული და დაბოღმილი და რა ვიცი კიდე რა მდგომარეობა ღმერთმა იცის. გაოგნება იცით ხოლმე ხანდახან ეს რა წავიკითხე გაოგნებული ვარ, აუ იმან როგორი მურუშა გაოგნებული ვარ, ეს რა ვარია ვნახე გაოგნებული ვარ და გაოგნებული ვარ. ესეთი რამ, აი გაოგნება დაემართათ რომაელი ჯარისკაცებს აღდგომას, როცა დაინახეს რომ ელვა გამოჩნდა, საფლავის კარი გაიღო და ქრისტე გამოვიდა. ეს იყო გამაოგნებელი. ანუ არა ბუნებრივი, არა ადამიანური მოვლენა. ასეთი მდგომარეობა ჩვენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გვემართება. ის რაც სპეციალურად გამაოგნებელია, იმას თქვენ უმიაქცევთ ყურადღებას. აი გამაოგნებელი იქნება მეორედ მოსვლა. როცა ქრისტე მოვა, იმასთან ბევრი გაოგნდება, ბევრს დაეცემა შიში, თავზარი დაეცემა, რატო იცით? რომ თუ ყდელი იყავი და იძახდი რომ რა ვქნა 21 საუკუნეში ვიყავი და რო არ მომეპარა არ შეიძლებოდა იმას. ყდელი თეოდორი ამხელს და ეთქვის რომ მე 17 საუკუნეში ვიყავი და ვიყავი ერთგული ჩემი ქვეყნის. თუ ყდელმთავარი გამოვა და იტყვის რომ მე მაშინ რო არ მეთქვა ეს არ შეიძლებოდა, გაბრიელ ეპისკოპოსი ეთქვის რომ მე იციოდისავ მოღვაწეობდი, როცა მეფის რუსეთი მართავდა საქართველოს, მაგრამ სიმართლეს ვამბობდი და არ მეშინო და არაფრის. გლეხი ხარ და რაღაცის გეშინია და ვერ აკეთებ, გლეხი გამხელს და რა ვიცი, უამრავი რა, მოყალატეცოლი ხარ, გეტყვის თქვათ მარიამ ეგვიპტელი რომ მეძავი ვიყავი, მაგრამ გამოვსწორდი. ანუ ვერაფერს ვერ იმართლებთ ვერავინ თავს, ვერც ეპისკოპოსი, ვერც მღვდელი, ვერც პატრიარქი და ვერც ნებისმიერი ადამიანი. ანუ ყველა თქვენთაგას გამხელთ თქვენი სოციალური წარმოდგენა, ესე ვთქვათ, წარმომავლობის ადამიანი, ქართველი მღვდელი, სომეხი მღვდელი და ასე შემდეგ. ანუ ვერავინ ვერ დაიწყებს თავის მართლებას და რაღაც თავს დახრიან და გაოგნებულები წავლენ ჯოჯოხეთში. ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ბუნებრივია, აქამდე რო არ მივიდეთ, ამიტომაც ვქადაგებთ და ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში. აგონია ეს არის სიცოცხლის ზღვარი, არ ცოცხალი ხარ, არც მკვდარი. ეს არის თანამედროვე მდგომარეობა ჩემო ძირფასებო. ძალიან ბევრი მე რა თქმა უნდა ვსაუბრობ მორწმუნე ადამიანებზე, თორე ის ვინც მორწმუნე არ არის და ეკლესიაში არ არის, ისინი დიდი ხანია გარდაცვალებულები არიან სამწუხაროდ. უკვე მკვდრები არიან სულიერად. ეს ძალიან ძიმე მდგომარეობა. და როცა ხედავ რომ ხან წირვაზე ხარ, ხან ეზიარები, ხან ლოცულ და ხან არ ლოცულობ, არა ხარ წირვაზე, არ მარხულობ, ესე იგი შენ ხარ აგონიაში. ცოცხალ მკვდარი ხარ, ეთამაშები სიკვდილ სიცოცხლეს. აი შექსპირი ამბობდა რომ ოდეს ერთი თვალი იცნო და მეორე ტიროდაო. აი სპექტაკლებიც ხო გინახეთ, ერთი რო იღინება, მეორე რო დამწუხრებული როა, ხო? ეს არის ჩვენი ცხოვრება ზუსტად, რომ ხან ასე, ხან ისე. ესაია ეუბნება ეზეკიელი ეუბნება ისრაელის მეფე აკაბს
და ყველა ისრაელს ეუბნება რომ გეყოფათ ორივე ფეხით კოჭლობა, მკელობლობა. თუ უფალია საბაოთი, უფალი აღიარეთ და თუ ბალია ღმერთი მაშინ ბალი აღია და ჩვენ სამწუხარო მდგომარეობაში ვართ. ხან ღმერთთანა ვართ, ხან ეშმაკთანა ვართ, ხან ეკლესიაში ვართ, ხან ღამის კლუბში ვართ. ხან ასე ვართ და ხან ისე ვართ. აი ეს არის ზუსტად აგონია, რომ ხან სიცოცხლისკენ მიდიხარ და ხან სიკვდილისკენ მიდიხარ. ხან ჯანდაბაში და ხან სამოთხისკენ მივდივართ და რა ვიცი. აი ეს არის შემოძვირფასებო ის 6 მდგომარეობა, რომელიც განმარტა იოანე დამასკელმა. და თქვენ ასე დადგმულები რომ არ დავჩეთ, გახსოვდეთ რომ იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ სრულყოფილი სიყვარულის დევნის შიშ, რომ დასაბამი და დასასრული არის იესო ქრისტე, ანი და ჰოე, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც არის სიყვარული. ამიტომ ამბობს რუსთაველი, თქვათ მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა. გვარი არის სიყვარულის წარმომავლობა, ანუ მისი გვარი არის ზენა, ანუ ზეციდან ჩამოსულია ღვთაებრივი. და რა ქალი და კაცის სიყვარულზე კი არ არის ლაპარაკი, აქ არის და ტომი გვართა ზენათა, ანუ მიჯნურობა, ჭეშმარიტი სიყვარული არის ზეციდან გარდამოსული და მას ვერ შეეხება იგია საქმე საზეო მომცემი აღმა ფრნათა, ვინცა ეცდების ქონდა მრავალთა წყენათა. ანუ თუ ეცდები მრავალი წყენის პატიება შეიძლება და ყველაფერი კარგად შეიძლება. ჯერ კიდე როდის გვითხრა ეს ყველაფერი შოთა რუსთაველმა. იმა ფაქტიურად გადმოამღერა სახარება. წაკითხავთ სიყვარულსა მოციქული რაგვარ წერენ, ვით იტყვიან, ვითაქებენ, სანცნობანი მიაწერენ, სიყვარული აგვამაღლებს, ანუ გვაცხონებს თვით ეჟვანით სამაშ, ეჟვანი არის ქადაგება, ეჟვანი არის სამოციქულო მადლი და მართლმადიდებელი ეკლესია. ეჟვანი არის ქადაგება, ეჟვანი არის ჩვენი დღევანდელი საუბარი თქვენთან. და ნუღარ შეგეშინდებათ, ნუღარ განიკითხავთ, ღმერთმა აპატიოს იმ მღვდელმთავრებს, იმ მღვდლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ შფოთში გაეხვია, ასე ვთქვათ, უნებურად. ქრისტეს არ ზინავს, ქრისტე ჩაახშობს აი ამ ქარიშხალს და ჩვენ მოგვეცემა საშუალება ხორციელი და სულიერი ცხოვრება გავაგრძელოთ. ჩვენთან არის ღმერთი.